როგორ არ მოვიმატოთ აღდგომას წონაში და ზოგადად როგორ გადაურჩეთ ნებისმიერ სუფრას. ამ ტექნიკის შესახებ, რასაც ახლა გასწავლი, 90% ადამიანმა არ იცის, არადა ეს არის შველა. ესე იგი, მოგცემ 5 რჩევას. პირველ რიგში, ყვება ყოველთვის სუფრაზე დაიწყე ბოსტნეული. ჩათვალე საკვები ბოჭკოები, რომელიც ბოსტნეულში შედის, 4-ჯერ მაინც აჩქარებს შენი, ასე ვთქვათ, მონელების სისტემას და უფრო მარტივად მოინელებ და აითვისებ ყველაფერს. მეორე, ყვების დაწყების წინ აუცილებლად დალიე წყალი. წყალი არის ტრანსპორტიული საკვები ელემენტების და ეს გაგიმარტივებს საქმეს. მესამე, საკვებიდან უპირატესობა მიანიჭე ცილოვან პროდუქტებს. ყველა სუფრაზე იქ ხორცეული, თევზეული, ლობიო და სხვა მრავალი, ანუ ერიდე ცომეულს. მეოთხე რჩევა, ჭამე გააზრებულად. დაღეჭე ნელა. ადრე სუფრაზე რო ჯდებოდი ხომე, აი წამში ვიყრიდი ხომე ყველაფერს, ასე ვთქვათ, ზაზუნასავით ვჭამდი და არ გირჩევა ამას. ნელა გააზრებულად ჭამე, დაღეჭე ნელა და უფრო ადვილად დანაყრდები და მეხუთე, გამოიყენე ცხოვრებაში წესი 90% 10%-ზე, ანუ 90% შენი ცხოვრების უნდა იყოს ჯანსაღი ყვება. აუცილებელი არ არის ყოველდღიური იყოს ეს, ანუ წელიწადში 365 დღიდან თუ რამოდენიმე დღე რაღაცა პასკა შეჭამ ცოტას და ასე შემდეგ, ის არაფერს არ გიზავს თუ მეორე დღეს ჩვეულებრივად გააგრძელებ. ამიტომ პირიქით კი არ იქნა როგორც ჩვები ხომე, რომ მთელი დღეები ასე თქვა ცუდა ჭამდა, თვეში წელიწადში რამდენიმე დღე იყვებები ასე თქვა ჯანსაღად. პირიქით იყვებე ყოველდღიურად ჯანსაღად და ხანდახან ცოტა დაარღვიე, მეორე დღეს გააგრძელე ჩვეულებრივად.